და დადგა ის დღეც, როდესაც პირველად ვიღებ Mercedes. ზოგადად Mercedes-ის მიმართ ყოველთვის ძალიან ისე ვიყავი ხოლმე, სკეპტიკურად ვიყავი ხოლმე განწყობილი და ყოველთვის ფიქრობდი, რომ ჩემს ხასიათს არ მოერგებოდა ვინაიდან და რადგანაც ძალიან მიყვარს ავტომობილი, რომელსაც აქვს სპორტული ხასიათი. დღეს ყავს C300, რომელიც ვფიქრობ, რომ საკმაოდ კარგად გამოიყურება, ძალიან ლამაზი ფორმები აქვს. შეიძლება ითქვას, რომ S-კლასი არის, ოღონდ დაპატარავებული. მე ამ ავტომობილზე პირველი, რასაც გავაკეთებდი ყიდვის დღეს, ალბათ დისკებს შევცვლიდი. აი ამ ლამაზ სილუეტს არ უხდება. რაც შეეხება ტექნიკურ მახასიათებლებს, აღჭურვილი არის 2-დან 0 ტურბირებული შიდაწვის ძრავით და გამოიმუშავებს 251 ცხენის ძალას და 370 ნიუტონს. ციფრებში ეს მაჩვენებლები შეიძლება ცოტა მოგვეჩვენოს, მაგრამ ავტომატურ გადაცემათა კოლოფთან ერთად, რომელიც საკმაოდ კარგად მუშაობს და მინდა გითხრათ, რომ საკმაოდ კარგად რთავს, ამ ავტომობილს აძლევს იმ დინამიკას და იმ აჩქარებას, რომ აი სავსებით საკმარისი არის ყოველდღიური გადაადგილებისთვის და ქალაქგარეთაც, როდესაც ავტობანზე გახვალთ და აქსელერაციის პედალს, გაზის პედალს რო ცოტა წაეთამაშებით, უკმაყოფილოები არ დარჩებით რა. ვერ ვიტყვი, რომ ძალიან ჩქარი არის და რაღაცა ვარსკვლავებს ყვითავს და სასწაულად დადის, მაგრამ ის სიმძლავრე, რაც ამ ტიპის ავტომობილს უნდა კონდეს, გააჩნია და დისკომფორტს არ შეგიქმნით არც ერთ შემთხვევაში მოძრაობის დროს. ოპტიკა, რომელიც ძალიან ლამაზია და ზოგადად ძალიან მომწონს ის, რომ აი Mercedes-მა რაღაცნაირად თავის დიზაინი უფრო რაღაც სიმრგვალეში წაიყვანა და აი ძალიან უხდება. ცხაურა, რომელზეც ძალიან დიდი ლოგო არის გამოსახული და ცოტას დავაპატარავებდი მე, მაგრამ რახან ესე გადაწყვიტეს Mercedes-ის დიზაინერებმა, ალბათ ფიქრობდნენ, რომ მოუხდება და უხდება, მაგრამ ძალიან დიდი არის ჩემი აზრით რა. და ანუ ეგ ერთადერთი მიზეზი არის, რატომაც არ მომწონს. ეს საჰაეროები ბუტაფორია, არაფერს არ აკეთებს საერთოდ. ყველაზე საინტერესო ამ ავტომობილში და ყველაზე მეტად რაც მომწონს არის აი ეს რაკურსი. ძალიან ლამაზი არის, აი აქედან რო უყურებ ძალიან მომწონს, უბრალოდ აღვნიშნე კიდევაც, რომ ერთადერთი რაც არ მომწონს, ეს არის ამ ავტომობილის დისკები. რაც შეეხება ავტომობილის უკანა ნაწილს, ძალიან ლამაზი არის, მაგრამ აი ყოველთვის ყველა ახალ ავტომობილთან მაქვს აი ერთი პრობლემა, რომ აი ეს მაყუთში ძალიან ბევრი ბრენდი აკეთებს ესე. არის ბუტაფორია. რეალურად შიგნით რაღაც ჟანგიანი ნილი იმალება ხოლმე რა. დაქტეილი მომწონს, ფარები, ოპტიკა ძალიან ლამაზი არის და აი ეს სიმრგვალეში რო გადმოდის, ძალიან მომწონს. ჯამში ვიზუალურად მომწონს, შევაფასებდი კარგად. ვიტყვი, რომ ძალიან დახვეწილი და ლამაზი ავტომობილია. სიუხეშეც წინა ცხვირს რაღაც დოზით აქვს. ეხლა კი გადავიდეთ იმ ადამიანებზე, ვინც ამ ავტომობილებს ყიდულობს. ეს ადამიანები არიან ძალიან წყნარი, გაწონასწორებული ადამიანები, ვისაც არ სჭირდებათ ცხოვრებაში რაღაც ზედმეტი პრობლემები, ზედმეტი ხელოსნებთან სიარული, ზედმეტი თავგადასავლები და ასე შემდეგ. სწორედ ესეთი ავტომობილია C300, იქამდე სანამ არ მიუახლოვდება დაახლოებით 150,000 კილომეტრს. აი იქ იწყება უკვე პატარა სიურპრიზები. და რა სიურპრიზები ეწყება ამ ავტომობილს, მაგასაც გეტყვით. მოკლედ, როგორც ყველა ახალ ავტომობილს, ამ ავტომობილსაც და ამ ძრავსაც აქვს ეგრეთ წოდებული ცეპის პრობლემა და დამჭიმის პრობლემა. ეს ჯაჭვი იწელება, ტყდება მისი დამჭიმები და სტანდარტულად ხდება ის, რაც ხდება. მე მგონი Mercedes-ის პატრონები კარგად იცნობენ უკვე ამ პრობლემას. ასევე ამ ავტომობილმა იცის ეგრეთ წოდებული ბოლვა და ზეთის მოხმარება, ასევე ტურბოზეც ექმნება ხოლმე რაღაც პრობლემები და მოკლედ ამ ავტომობილში აუცილებელი არის რომ ჩაისხას ძალიან კარგი ზეთი, ანუ ხარისხიანი ზეთი, რომ ძრავს შემდგომში რამე პრობლემები არ შეიქმნას. შიგნით პირველი რასაც ხედავთ, ეს არის საჭე Mercedes-ისთვის დამახასიათებელი, რომელიც არის სამქიმიანი. დეშბორდით საკმაოდ ინფორმატიული არის, მიუხედავად იმისა, რომ ავტომობილი არის 2016 წლიანი, 2025 წელს ვფიქრობ, რომ დღესაც ეს დეშბორდი ნორმალურია რა, მოდი ესე ვთქვათ. ეკრანი
რომელიც არც ძალიან დიდია და არც ძალიან პატარა არის, აი ოქროს შუალედი აქვს Mercedes ამაშიც დაცული, ანუ მხედველობის არეს არ მიზღუდავს და ხელსაც არ მიშლის და თან დიზაინშიც ძალიან ლამაზად ის. ესენი ძალიან მომწონს. და ლამაზად აქვთ გაკეთებული. ეს არ ვიცი, ყველას ესე ემართება ხოლმე თუ უბრალოდ რაღაც ხვანაირად იხურება, მაგრამ ნუ პრობლემა აქვს ამას, რაღაც გაფუჭებულია მოკლედ ერთი სიტყვით, რაც მე მგონი Mercedes არ უნდა მოსდიოდეს ესეთი რაღაცეები, მაგრამ ხდება ხოლმე რა. საათი დიზაინში ზის, მომწონს. აქ აუდიო სისტემის, ანუ ეგრეთ წოდებული დისკის ჩასადები, ნავიგაცია, რადიო, მედია, აი ეს ღილაკები მომწონს ძალიან. აუდიო სისტემას რაც შეეხება, არის ბურმისტერის, საკმაოდ კარგი ჟღერადობა აქვს. ყველაზე მეტად, რაც ცოტა უცნაური იყო ჩემთვის, ეგრეთ წოდებული სიჩქარეების ბერკედი, shifter-ს რასაც ვეძახით, აქვს აი აქ. თავიდან ძალიან უცნაური იყო ჩემთვის, მაგრამ როდესაც მოძრაობა დავიწყე და გადაადგილება დავიწყე ამ ავტომობილით, მე მივხვდი, რომ საკმაოდ კომფორტული არის. იმიტომ რომ აქვე გაქვს და აღარ გიწევს აი ამ მოძრაობის შესრულება. ყველაზე მთავარი კიდევ სავარძლები. მატერია, როგორც ასეთი, ძალიან კარგი არის, ხელით რო ვეხები, არ მაქვს იმის განცდა, რომ აი რაღაც იაფასიანი არის. ძალიან მომწონს, სავარძლები საკმაოდ კარგი არის და კომფორტული არის. ეხლა ვნახოთ, უკან რამდენად დიდი ადგილი არის ამ ავტომობილში. უკანაც საკმაოდ დიდი ადგილია, როგორც ხედავთ, ძალიან მომწონს ის ფაქტიც, რომ გვაქვს ხელის დასადები ბარი, რომელშიც არის ასევე სათავსო. მოკლედ, უკან საკმაოდ კომფორტულად ვეტევი მე. როდესაც 4-ყარიან ავტომობილს ვყიდულობთ, ყველას გვაქვს ხოლმე იმის სურვილი, რომ სავარგული იყოს, რაც შეიძლება ტევადი. მე მგონია საკმაოდ ტევადი არის, იმიტომ რომ კიდე ერთ 3 ცალის საბურავი თავისუფლად ჩაეტევა. პირველივეზე არ დაიკეტა. ესე იგი რაღაც ისი არ არის როგორც უნდა იყოს. მოკლედ ეხლა ჩავჯდეთ, გავიაროთ, ვნახოთ საერთოდ როგორ დადის, რა შრება, რამდენად მძლავრი არის, რამდენად კარგად რეაგირებს საჭეზე, რამდენად კარგად ჩქარდება, რამდენად კარგად შერდება და ასე შემდეგ. გადმოვინაცვლეთ ინტერიერში. პირველ რიგში აღვნიშნავ იმას, რომ ძალიან მომწონს ეს საჭე. სავარძლებიც ძალიან კომფორტული არის. ხმა რაც გარედან შემოდის. ვერ გეტყვით, რომ ძალიან რაღაც სიჩუმეა თქო შიგნით. ცოტა ხმა შემოდის, მაგრამ C-კლასისთვის მე მგონი, რომ ნორმალურია. და ეხლა გადავიდეთ იმაზე, თუ როგორ დადის და როგორ იმართება. საკმაოდ ისეთი სპორტული აჩხარება ქონდა თავისი წონიდან გამომდინარე. კარგად დადის, ვერ იტყვი რომ ნელია, ანუ არ გაქვს იმის განცდა რომ ნელ ავტომობილში ზიხარ. მიუხედავად იმისა, რომ ეს ავტომობილი წონაში არის 1500-დან 1700 კილომდე. გააჩნია კომპლექტაციას. ეს კონკრეტული არის სადღაც 1600 კილომდე. მაგრამ ნუ აი ეს წონის შეგრძნება არ მაქვს, რომ ძალიან მძიმე ავტომობილში ვზივარ და ძრავი ვერ ერევა წონას. შიგნით ყველაფერი დახვეწილი არის, ყველაფერზე სადაც ხელის დადება გიწევს, არ გაქვს იმის შეგრძნება, რომ რაღაც იაფასიან ავტომობილში ზიხარ. შევადარებდი მესამე სერიას BMW-ს, იმიტომ რომ პირდაპირ კონკურენტი არის ამისი და ვიტყვი ერთ რამეს, ანუ ძალიან მომწონს მესამე სერიის ინტერიერიც და თვითონ მესამე სერიაც, მაგრამ ეს გაცილებით უფრო რაღაცნაირი მყუდრო ტიპი არის ინტერიერში და გაცილებით უფრო ხარისხიანი ინტერიერი აქვს ვიდრე მესამე სერიას. შეიძლება მესამე სერია უფრო სპორტული ხასიათის მატარებელი იყოს, მაგრამ
მე ეს უფრო მომწონს, იმიტომ რომ როდესაც ვყიდულობთ ავტომობილს, რომელიც უნდა იყოს daily გამოყენების და არა აქვს რაღაცა ბევრი ცხენის ძალები და არა აქვს რაღაც ძრავის მოცულობა ისეთი, რომ ძალიან ჩქარა წახვიდე და რაღაც სასწაული მანევრები აკეთო იმ ავტომობილით, ჩემი აზრით ეს ავტომობილი უნდა იყოს კომფორტული და არა სპორტული. თუ სპორტული ავტომობილი გვინდა, უნდა ვიყიდოთ BMW-ის შემთხვევაში M-ი, Mercedes-ის შემთხვევაში AMG-ი. შესაბამისად, იმისთვის, რისთვისაც ეს ავტომობილი არის განკუთვნილი, ჩემი აზრით, თავის მოვალეობას და თავის ფუნქციებს, რაც ამ ავტომობილს ავალია, ძალიან კარგად ასრულებს. ცოტა ბრაგუნაა, ეხლა რაღაცაზე გადავიარეთ და ვიგრძენი საკმაოდ ისე კარგად ხერხემალში. ყველაზე მთავარი, ანუ იქიდან გამომდინარე, რომ ჩემთვის მაგალითად ავტომობილი უნდა იყოს დინამიური და უნდა იყოს სტაბილური, ასე ვთქვათ, სტაბილურში გულისხმობ იმას, რომ არ უნდა ქანაობდეს, მანევრის დროს უცნაურად არ უნდა იქცეოდეს, უცნაურ ქცევაში გულისხმობ, რომ აი ალბათ გქონიათ ბევრს ეს შემთხვევა, როდესაც ავტომობილით მიდიხართ და რაღაცა მანევრს აკეთებთ, აი გემივით, აი რაღაცნაირად ირწევად და აი რაღაცა ისეთ მოძრაობას აკეთებს, რომ აი გეგონება მანევრის გაკეთება ეზარებაო. მსგავსი რაღაც ამ ავტომობილში არ მხვდება, მიუხედავად იმისა, რომ Mercedes ესეთი რაღაცები ახასიათებს და არ არის ხოლმე რა, აი ძველი Mercedes-ები, მით უმეტეს არც ერთი არ არის მანევრში რაღაც დიდად გამორჩეული და არც ერთს არ აქვს ხოლმე რაღაც ისეთი ხასიათი. მაგრამ აქ უფრო სხარტი არის, ვიდრე იყო ძველი Mercedes-ები ადრე, უფრო კარგად იმართება და აი ეს სიმსუბუქის შეგრძნებაც აქვს, რაც ძალიან მომწონს ხოლმე მე ავტომობილებში. მიუხედავად იმისა, რომ სედანი არის და საკმაოდ მძიმე ავტომობილი არის. არა, აი ძალიან კარგად, მართლა ძალიან კარგად მიდის, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ მძიმე არის ავტომობილი.